და აი თქვენი რჩეული აჩმა. ეს არის უგემრიელესი აჩმის რეცეპტი. მზადება დავიწყოთ ცომით. მოვზილოთ თბილი წყლით არც ისე მკვრივი ცომი, რომელსაც გავყოფ 6 ტოლ ნაწილად და გადავდებ დასასვენებლად. ინგრედიენტების დეტალურ გრამაჟს აღწერაში მივუთითებ. სანამ ცომი ისვენებს, ამასობაში გავხეხავ სულგუნს და იმერულ ყველს და გავადნობ რა თქმა უნდა შატილის 82%-იან კარაქს. აჩმის ფენებს მორიგეობით გავაბრტყელებთ, პირველი და ბოლო ფენა აუცილებლად მოუხარშავი უნდა იყოს, ხოლო დანარჩენებს მოუხარშავთ მარილიან წყალში. ავაწყობთ ფენა-ფენა, ფენებში გავუკეთებთ გამდნარ კარაქს, ყველის და სულგუნის ნარევს, ბოლო ფენაზე შემოვაწყობ სულგუნის ნაჭრებს და კვლავ მოუხარშავ ფენას გადავაფენ. ზემოდან გადავუსვამ არაჟანს და ვაცხობ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 1 საათი. გემრიელად მიირთვით.